მოგესალმებით ყველას. სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქეს. დღეს არის 26 მაისი, თქვენ ახლა კალთში ხედავთ პირდაპირ ეთერს, რაც ხდება. საქართველოს აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს და რა თქმა უნდა, ჩვენი მაუწყებლობაც აი ამ დღის მილოცვით გვინდა რომ დავიწყოთ. ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. წარმოგიდგენთ ჩემთან ერთად კიდევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორ ადამიანს. დღის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით რომ მოგიყვეთ და გაჩვენოთ ყველაფერი თუ რა ხდება არა მხოლოდ თბილისში, რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოში 12 ქალაქში პარალელურად. ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი და შევეცდებით ყველაფერი გაჩვენოთ და მოგიყვეთ. ეკატა ლახაძე იქნება ჟურნალისტი ჩემთან ერთად და ჩვენი კოლეგა გიორგი წვითავა. მოგესალმებით. მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის ჩვენი ქვეყნისათვის და აუცილებელია რომ აი ამ უახლოესი საათების განმავლობაში მოგაწოდოთ მეტნაკლებად საჭირო ინფორმაცია თქვენთვის, არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტის თაობაზე, არამედ ზოგადად რას წარმოადგენს საქართველოს, როგორ მოიპოვა მან დამოუკიდებლობა და რა იყო პირველი რესპუბლიკის თვის დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. და პირველ რიგში ალბათ დღევანდელი დღე უნდა მივულოცოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ სრულ 9 საათამდე, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს 12-ვე ქალაქში, საქართველოს ჩვენი ჰიმნით და შესაბამისად სიმბოლური ფეერვერკებით ამ დრომდე ჩვენ პირდაპირ ეთერს გავუძღვებით. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი შეგიძლიათ ჩართოთ და ადევნოთ თვალყური. გარდა ამისა, საზოგადოებრივი რადიო პარალელურად გადასცემს ამ ყველაფერს, რასაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგა გიორგი წვითავა აი ამ ღონისძიებების საზეიმო ნაწილს პირველ საათს სრულად თავად გაუძღვება და შემდეგ უკვე მე და დათო განვაგრძობთ თქვენთან ურთიერთობას. გილოცავთ დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, მით უფრო ჩვენ აგერ კადრში ვხედავთ, როგორ აღნიშნავენ ჩვენი თანამოქალაქეები და არა მხოლოდ, როგორც უკვე აღნიშნეთ, თბილისის გარდა საქართველოს 11 ქალაქში აღნიშნება დღევანდელი დღე. დღის 12 საათიდან მრავალჟამიერად გაიხსნა ეს ყველაფერი. საზეიმო ღონისძიება დაიწყება 2 წუთში.
მანამ სანამ საზეიმო ღონისძიება დაიწყება, აუცილებელი აღნიშნვის ღირსია ის მოვლენა, რომ სამხედრო კომპონენტში 200 წვევამდელი დადებს საზეიმო ფიცს. ფიცის დადების ცერემონია არის ძალიან მნიშვნელოვანი შეიარაღებულ ძალებში და ზოგადად აი ამ სიტყვებსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ დაიკავოთ ადგილები. სანამ ქალბატონები და ბატონები ადგილებს დაიკავებენ, გეტყვით რომ მოკლედ გაგაცნობთ ფიცის შინაარს. თუმცა თქვენ კადრში ხედავთ იროკეზის ტიპის შვეულმფრენებს, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის ქართული არმიის ბალანსზე. ეს არის ამერიკული საჩუქარი და ერთ-ერთი ცნობილი პროგრამა ქართული არმიის დახმარებისა, რომელიც მისმა სტრატეგიულმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში განახორციელა. კაცი ხედავთ რომ ვერტფრენებს მოაქვთ დროშა, ეროვნული დამოუკიდებლობის დღის ყველაზე მთავარი ატრიბუტი და სიმბოლო ეროვნული დროშა, რომელიც შეუძლია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მხოლოდ და მხოლოდ ამ დღეს გადმოფინოს თუნდაც საკუთარ აივანზე და ამით გამოხატოს თავისი პოზიცია დამოკიდებულება ზოგადად თავისუფლებასთან და ამ დღესთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ რამდენიმე სიტყვა ამ პროგრამასთან დაკავშირებით, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ შეერთებული შტატები ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ 2000-2002 წლებში საქართველოს დაიწყო და განახორციელა ცნობილი ჯერ ვერტფრენთა პროგრამა, რომელსაც დაემატა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. მაშინ ეს პროგრამა დაახლოებით 64 მილიონი დოლარი დაჯდა და ითვალისწინებდა 4 ქართული ბატალიონის გაწვრთნას და შემდეგ უკვე აღჭურვას. რაც შეეხება სამხედრო ფიცს, რომელსაც უახლოესი 1 საათის განმავლობაში წვევამდელები დადებენ, ტექსტი შემდეგი სახის არის: მე საქართველოს მოქალაქე შევდივარ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ვფიცავ პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს პატივი იმისა, რომ ეს სიტყვები წარმოთქვას და რეალურად ჩაუდგეს საკუთარ ქვეყანას სამსახურში. საპატიო ყარაული არის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვერგოლი, ქვედანაყოფი, რომელსაც აქვს თავისი ისტორია. ხედავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმით აპირებენ ისინი დღევანდელ დღეს გამოსვლას და მეც ძალიან მაინტერესებს, რას იზამენ ისინი. მოგეხსენებათ, რომ საპატიო ყარაული არ არის მხოლოდ ქართული ქვედანაყოფი, ამ სარიტუალო ქვედანაყოფს გააჩნია თავისი ისტორია და ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ, რომ მათ შეუძლიათ ესეთი საჩვენებელი წარმოდგენების გამორთვა. განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსია, რა თქმა უნდა, დასავლური სამყარო და შეერთებული შტატები, რომლის სარიტუალო ასეულიც აბსოლუტურად გამორჩეულია და ეს არის მთელი სანახაობა, რომლის ყურებითაც და ხილვითაც ტკბება მთელი მოსახლეობა. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა და აბსოლუტურად განსხვავებული. მახსენდება, როდესაც ხდებოდა სარიტუალო ასეულის შერჩევა, სპეციალური კრიტერიუმებით ხდებოდა ამ ადამიანების ამორჩევა. პირველი ნიშანი კი იყო, რა თქმა უნდა, სიმაღლე, ფიზიკური მომზადება. დაახლოებით 1 სიმაღლის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ამ ქვედანაყოფში. სანამ სარიტუალო ასეული განაგრძობს თავის ქმედებას, მანამდე აუცილებელი აღნიშნვის ღირსია, თუ თვითონ ის მოვლენა 1918 წლის 26 მაისი რა იყო წინაპირობა იმისა, რომ საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ გავხდით ძალიან ცოტა ხნით, უბრალოდ 3 წლით, მაგრამ მაინც თავისუფლები.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან სერიოზული სისხლისმღვრელი ბრძოლები საქართველოს მაშინ არ ყოფილა მზად დამოუკიდებლობისათვის, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვება და დამოუკიდებლობის აქტი მან გამოსცა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო, იმ ხანად ხშირად ადარებდნენ დემოკრატიისა და სამოქალაქო წესიერების ოაზისს ყოფილი იმპერიის ანარქიის უდაბნოში და უნდა ითქვას, რომ ეს შედარება ზოგიერთი მკვლევარისათვის სწორია, ამიტომ იყო რომ საქართველოს წარმოადგენდა იმჟამით ყველა დევნილთა, ლტოლვილთა და დამარცხებულთა თავშესაფარს. დიდ ანტანტას საქართველოს თავის მოწინააღმდეგე ბანაკის დამხმარედ მიაჩნდა და ფარულ ბოლშევიკობას სწამებდა. თეთრი რუსეთი იმპერიის მთლიანობის დამტყვევად და კომუნიზმის აგენტად ნათლავდა, წითელი რუსეთი კი კონტრრევოლუციურ ბუდესა და დენიკინის მოკავშირეს უწოდებდა, ხოლო ორივე ერთად თანაბარი სისასტიკითა და ვერაგობით საშინელ სასურსათო და პოლიტიკურ ეკონომიკურ კალს არტყავდა ირგვლივ. ეს სიტყვები პოლკომ სამხედრო მკვლევარი, სამხედრო ისტორიკის არჩილ ჩაჩხიანის წიგნში არის მოყვანილი და ძალიან საინტერესო არის თვითონ ეს წიგნიც არა მხოლოდ წასაკითხად, არამედ იმის გასაანალიზებლად და ძალიან ბევრი პარალელის აღმოჩენა შეგვიძლია თუნდაც დღევანდელო ვითარებასთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, ანუ ანტანტა დაპირისპირებული იყო გერმანიასთან. გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელთანაც ქართული პოლიტიკური ელიტა აწარმოებდა დიალოგს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ დიალოგის წარმოება უნდა გურგუნებულიყო იმით, რომ საქართველოს უნდა გამختارიყო თანაბარი სუბიექტი ამ მოლაპარაკებებისა და მხოლოდ პოლიტიკური ელიტის დონეზე ვერ მოხდებოდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იმდროინდელი პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები მიხაკო წერეთლის თამადობით იმყოფებოდა გერმანიაში, აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს მოლაპარაკებები საბოლოო ჯამში დასრულდა იმით, რომ 26 მაისს საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ძალიან რთული პერიოდი იყო. მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაცა 3 წელი გაგრძელდა ჩვენი დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის დროს, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ომის გადახდა მოუწია პატარა ახლად დამოუკიდებელ საქართველოს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო სომხეთ-საქართველოს ომი, რომელსაც გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის მემუარებში იხსენებს, რომ ეს იყო გამოუცხადებელი და მალულად წარმოებული საბრძოლო ოპერაცია, რომელიც მე საბოლოო ჯამში კი იცით ალბათ, რომ ლორეს დაკარგვით დასრულდა. ან ეს საინტერესო არის თვითონ ის ფაქტიც, რომ ახლად დამოუკიდებელ საქართველოს არ გააჩნდა იმ პერიოდში დიდი შეიარაღება, თუმცა მის ხელთ აღმოჩნდა მერე უკვე დაჯავშნული მატარებლებიც, მსუბუქი ავიაციაც კი გააჩნდა და ძალიან გამოჩენილი მხედართმთავრები იმ პერიოდისა, გენერალი მაზნიაშვილი და გენერალი გიორგი კვინიტაძე დაუმარცხებელი გენერლები, რომელთა ზურგზეც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების 100%. აუცილებელი აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ სწორედ იმ პერიოდში ძალიან საინტერესო პარალელი არის აქაც, რომ ორი კერა მოხდა ამბოხების, რომელიც იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული, ერთი კერა იყო აფხაზეთში, მეორე კი სამაჩაბლოში. ძალიან საინტერესო არის, რომ სწორედ ეს ამბოხებები მოხდა 90-იანი წლების დასაწყისშიც და 2008-ში უკვე რუსეთის ოკუპაციამ სწორედ ამ რეგიონებზე გააკეთა აქცენტი და ეს რეგიონები მითავისა. იმედი მაქვს, რომ დროებით და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუმცა ძალიან საინტერესო პასაჟი არის, რატომ იმ პერიოდში აფხაზეთი და რატომ სამაჩაბლო. ორივე შემთხვევაში აღნიშნვის ღირსია ის ფაქტი, რომ აფხაზეთის შემთხვევაში რუსეთს სურდა შავ ზღვაზე გასასვლელი. ეს იყო მათი იმპერიული ზრახვების უზარმაზარი ნაწილი, რადგან რუსეთს მოგეხსენებათ, რომ სამხრეთ მიმართულებით ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნდა და ის პორტი, რომელიც მის ხელთ იყო არსებული, არ ქმნიდა, ასე ვთქვათ, ლავირების საშუალებას და ფაქტობრივად პორტად ვერც გამოიყენებოდა. ამიტომაც პირველი დარტყმა მოახდინა სწორედ აფხაზეთზე, თუმცა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების და პირველ რიგში სამხედროების უზარმაზარი წვლილი უნდა აღვნიშნოთ, რომ სამხედროებმა, მათ შორის ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც იყო აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურული ქვედანაყოფი და ქვერგოლი, შეასრულეს თავისი ამოცანა და აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც ამბოხებები ჩაახშეს და გენერალმა კვინიტაძემ სოჭით ჩავიდა
დიდი მხარდაჭერით ისარგებლა მოსახლეობა აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ 18-19 წლებში ხდება ეს ყველაფერი. დიახ. ეს არის პირველი რესპუბლიკის ძალიან ბევრი ბრძოლა. კონკრეტული ცნობები თუ არსებობს გიორგი რაღაცა აი მათ თქვენ ახსენეთ რომ იმ პერიოდში შეიარაღება ძალიან მწირი იყო მაგრამ რაღაცა მოახერხეს იმ სამწლიან პერიოდში და რაღაცა ისტორიული ცნობები არსებობს იმისა და დაახლოებით რა დონის რა ჰქონდა და იმ რა თქმა უნდა ისტორიული პერიოდის იმ სოფლიოთან მიმართებაში რამდენად მნიშვნელოვანი ჰქონდათ რა თქმა უნდა მე შეგახსენებ რომ ეს პერიოდი უკავშირდება წარმოდგენა სახელმწიფო დროშებით ძალიან მძიმე ბრძოლებს. ანუ ერთის მხრივ ეს არის გერმანია, მეორეს მხრივ ეს არის ანტანტა, მანამდე თურქეთთან ომი, შესაბამისად ამიერკავკასიაში იარაღის ნაკლებობა არ იყო. უბრალოდ წვავეთ იდგა საკითხი მომარაგების. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლაფარი შეიარაღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იმ პერიოდში ჰქონდათ საკმაოდ მრავლად. მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების საამაყოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე ჯავშან მატარებელიც კი წამოიღეს ალაფის სახით მოწინააღმდეგისგან და უკვე თვითონ იყენებდნენ ამას საკუთარი მიზნებისათვის. აუცილებელი აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ ქართული სამხედრო აზროვნების განვითარება დაიწყო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც გენერალ კვინიტაძეს ჩააბარეს იუნკერთა სასწავლებელი აღმაშენებლის დღევანდელი აღმაშენებლის გამზირთან, იქ სადაც თავად გენერალი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა და იუნკერებზე ვიცით ჩვენ რა თქმა უნდა მათი გმირობა ტაბახმელასთან ბრძოლებში და არა მხოლოდ. მათ შორის აღნიშნვის ღირსია ისიც, რომ წითლები, ბოლშევიკები ცდილობდნენ, რომ სამხედრო სკოლა აიღოთ და რამდენიმე თავდასხმაც კი გააკეთეს. მათ შორის კვინიტაძე თავის მოგონებებში წერს, რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავდასხმა, რომ ჯიბეში მქონდა პატარა გასაღებიო და მაშინდელი მისი კარი იყო დაკეტილი ბრიტანული საკეტით და ეს პატარა გასაღები იმდენად სწრაფად ამოვიღე და გავაღეო, რომ დღემდე ვერ წარმომიდგენიო. მაშინ ტუმბო გამოაღო, აიღო თავისი რევოლვერი და თავის იუნკერებთან ერთად განდევნა ასე ვთქვათ თავდასხმელები. და ეს ძალიან საინტერესო პასაჟები არის იმ დროინდელი ქართული ისტორიისა, რომელიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ბევრი რამ ჩვენთვის უცნობია. მათ შორის დამოკიდებულებები პოლიტიკური ელიტებისა შეიარაღებულ ძალებთან. მათ შორის ეროვნული გვარდია, როგორც ასეთი პარტიული ნიშნით გაკეთებული გასამხედროებული ქვედანაყოფი. მათ შორის თვითონ პოლიტიკურ ელიტებს შორის დამოკიდებულებაც შესასწავლია და ძალიან ბევრი ცნობა არის, რომელიც სამწუხაროდ არ ვიცით და ცოტა ადამიანი მუშაობს კონკრეტულ კვლევებზე. საინტერესო იმ ხრივაც ალბათ რომ საერთოდ ეს იგივე სამხედრო აზროვნება ეს ფრაზა რაც ახსენეთ, ხო ეს ამას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებენ ხოლმე და იქ იმ პატარა სამწლიან მონაკვეთში ვერ იყო საქართველოს ომები და ბრძოლები არ ქონდა მთელი თავის ისტორია, მაგრამ იმ 3 წელიწადში რაღაცა სხვანაირად მოხდა, ეთქობა რაღაც სხვანაირად განვითარდა და ალბათ აი ეს პიროვნებები, სახელები და გვარებს ხშირად ვისწვივეორებთ, მათი უშუალო ამსახურება იქნება კიდევ ეს დამოკიდებულებების. დიახ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ იგივე კვინიტაძე, იგივე მაზნიაშვილი, ესენი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ, ანუ რუსეთის იმპერიულ ჯარებში მსახურობდნენ და საკმაოდ სერიოზული პოზიციებიც ჰქონდათ. პოლკოვნიკის ჩინამდე იყო კვინიტაძე ასული, აქ მერე გენერალი გახდა და კვალიფიცირებული ბრძოლების წარმოება უხდებოდათ და შესაბამისად გეგმავდნენ კიდეც. აი სწორედ მაგიტომაც აღვნიშნე, რომ იუნკერთა სკოლა იყო ქართული სამხედრო აზრის და აზროვნების განვითარებისთვის პირველი ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებელ ძალიან პატარა საქართველოში გადაიდგა. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან გული მიჭუქდება ხოლმე, რომ 3 წლის ქვეყანა და 3 წლის ქვეყანამ შეძლო ბევრი ბრძოლის წარმოება, თავისუფლების მოპოვება და დაგვიტოვა დღეს ჩვენ საამაყოდ ბევრი რამ. თუმცა შავი ფურცლები ძალიან ბევრია იმ 3 წლის განმავლობაში და მათ შორის დამოკიდებულებები. ამიტომ შესასწავლი არის კარგად ეს ისტორიული ცნობები და ჩვენ რა თქმა უნდა იმ პირველი რესპუბლიკის სამართალ მემკვიდრეები ვართ. მე
მეგობრებო, კოლეგებო, კარგია რომ ისტორიას გავყევით და დღევანდელი დღის აღნიშნა ყოლა წარმოუდგენელია ამარაჩვეულებრივი ფაქტების გახსენებით, რომელიც ჩვენ ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის განცდა შეგვმატა და დღემდე ვართ, ხომ ამ ყველაფრით. მაგრამ გამოგრჩა ეს არაჩვეულებრივი სანახაობა, დროშების ფლეშმობი, ნახეთ როგორ შემოვიდნენ ახალგაზრდები აბიძისა და დადიანის ქუჩებიდან და სხვა შორის ძალიან საინტერესო რამ გველის წინ ცოტა ხანში ტრიბუნის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ მედრო შემოცეკვავეები როგორ ააწყობენ კორიდორს და შესაბამისად სწორედ ამ კორიდორებით შემოვლენ ადამიანები, რომლებიც დღეს პირველად ფიცს დადებენ, რაზეც თქვენ საუბრობთ, გიორგი. ჩვენ წავდით. ძალიან საინტერესო არის თვითონ ესეც აზრი იყოფა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, უნდა გაიმართოს თუ არა აღლუმი, სამხედრო აღლუმზე არის საუბარი, თუ უნდა აღინიშნოს ამდაგვარად ან კიდევ უფრო განსხვავებულად დამოუკიდებლობის დღე. კი, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ამაზე ბჭობა. დღევანდელ დღემდე საბოლოოდ ასე გადაწყდა როგორც არის. ეს რაზე არის ხომ დამოკიდებული აღლუმის გამართვა არ გამართვის საკითხის? საერთაშორისო ევროპაში ძალიან ცოტა სახელმწიფოს თუ ჩამოვთვლით, ვისთანაც იმართება აღლუმი, ერთ-ერთი მე მგონი საფრანგეთი დარჩა თუ არ ვწდები, რომელიც სისტემატურად მართავს ხოლმე. ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი ასევე და მათი სტრატეგიული მოკავშირე ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა არასახარბიელო ქვეყანათა ნუსხა არის ნამდვილად, ვინც თავს იწონებს აღლუმებს. სამხედრო აღლუმებს მართ. თუმცა ფორმას გააჩნია, ან ჩვენ შემთხვევაში გააჩნია აბსოლუტურად იმას თუ რანაირად მოხდება ამისი ჩვენება მოქალაქეებისთვის. რადგან ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, მათაც უნდა იგრძნონ თავი, რომ საზოგადოების შვილები არიან და ის რომ დღეს ჩვენ სამნი ვხედავთ აქ სტუდიაში, რა თქმა უნდა ამ ბიჭებზე არის, ამ ბიჭების დამსახურებით არის, რომ ეს ბიჭები არა მხოლოდ აქ საქართველოში ასრულებენ თავიანთ ფუნქცია მოვალეობას, არამედ შორეულ ავღანეთში იმყოფებიან. ჩვენ 99 წლიდან დავიწყეთ როგორც ქვეყანამ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. პირველი იყო ბალკანეთი, კოსოვო, სადაც 1 ოცეულით ვიყავით წასული. შემდეგ ავღანეთში ვიყავით ამის შემდეგ საკმაოდ უზარმაზარი შემოადგენლობით ერაყში, ვასიტის პროვინციაში, ეს ირანის საზღვართან არის. დღეს ჩვენი ბიჭები არიან ავღანეთში, ვემზადებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის, ვემზადებით მალისთვის. და წინ ძალიან ბევრი გამოწვევა ექნება ჩვენ ჯარისკაცებს. თუმცა გიორგი, რადგან მაინც ამ დღის აღნიშვნის სპეციფიკაზე ჩამოვარდა საუბარი, მე მაგალითად როგორც 12 წლის შვილის დედა, ნამდვილად ვაღიარებ და ვამჯობინებ ასეთ ფორმას, ფორმიანი ბიჭების პატივისცემის სწავლა, აქ უფრო კარგად შეიძლება, მე ვფიქრობ, იმდენად რამდენადაც თავად ეძლევათ ბავშვებს საშუალება უშუალოდ იკონტაქტონ ამ ჩვენს ფორმიან ბიჭებთან, მართლაც საამაყო ადამიანებთან. ესენი წლამდელები არიან, რომლებიც ფიცს დადებენ. ძალიან სასიამოვნო ცერემონია არის და ნამდვილად თითოეულ მათგანს დაამახსოვრდება ეს დღე, იმიტომ რომ ფიცს ჯარისკაცი დებს ერთხელ სამშობლოსა და უფლის წინაშე. ამაღელვებელი მომენტია საკმაოდ. მე მახსოვს პირადად. ეს არ დაავიწყდება არავის დიახ. განსაკუთრებულად მათ. და რომ უყურებთ ქართველი ჯარისკაცის ტრანსფორმაციას, მის ჩაცმულობას, მის აღჭურვილობას, რომელიც კადრში ჩანს ხო ამერიკული შაშხანებით, კარგი მოხდენილი ფორმებით და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს იგივე 90-იანი წლების დასაწყისში როგორი იყო ქართული ჯარი, შემდეგ როგორ ხდებოდა მისი განვითარება და სადამდე მოვედით. და ძალიან საინტერესო არის თქვენ ხედავთ სერჟანტებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ქუდები. სერჟანტის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში დაიწყო და ამას ძალიან სერიოზული ყურადღება ექცევა. საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. სმენა!
პრეზიდენტი მარგველაშვილი მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად ფიცის მიღებასაც სწორედ ის დაესწრება, ის ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა, ამ ეტაპზე პრეზიდენტი ბატონო უმაღლესო მთავარსარდალო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობა სამხედრო ფიცის მისაღებად დაწყობილია. გენერალური შტაბის უფროსი გენერალ ბაიორ ტაფანაძე. გამარჯობა ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლად! გალბატონებო და ბატონებო, ხოთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს. მოგესალმებით თანამემამულეო. დღეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. დღეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და თითოეულ ოჯახს. 1918 წელს 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. და მაშინ ქვეყნის მოწყობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა დასახეს. მაშინ ჩვენ თქვით, რომ გსურს დავდგეთ ერთად სხვა ერთა შორის და გავაკეთეთ კიდევაც ასე. სამწუხაროდ პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მაგრამ 70 წლის შემდეგ 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად. მე ამას მინდა ხაზი გაუსვა. 1991 წელს მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს. რეფერენდუმს, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ყველა მოქალაქე. და დღეს თბილისიდან მე მინდა მადლობა უთხრა იმ ხალხს, მართლმხარდების მიღმა ცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე ჩვენ მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმნით. მე მინდა უთხრა მათ, რომ ის ემოცია, რომელიც იყო 23 წლის წინ, რომ საქართველო განვითარდება როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ ამ ემოციას არც ერთი წამით არ შევანელებს. ჩვენ ამ ნებას ვიცხოვროთ ერთიან მთლიან სახელმწიფოში, კიდევ ახალ ძალას შევასხავთ და არც ერთი წამით ჩვენ არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას. დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება. და ის რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ 23 წლის წინ, დღეს ჯერ კიდევ მყიფეა. დღეს ჯერ კიდევ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დღეს ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობის, მათი უფლებათა დაცვის შესახებ, იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ არიან მართლმხარდების მიღმა. მაგრამ მაშინაც და 73 წლის განმავლობაში ჩვენ ნათლად გამოვაჩინეთ ჩვენი ნება
ურყევინება რომ საქართველოს სახელმწიფო იქნოს მთლიანი, სუვერენული, ძლიერი და ესეთი გაგრძელდეს საუკუნოდ. ჩვენ ეს ნება ასობით გმირის თავდადებული ბრძოლით განვამტკიცეთ. და დღეს ჩვენ დავაჯილდოვებთ ამ გმირებს. ჩვენ დავაჯილდოვებთ მათ, ვინც დაეცა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. ჩვენ დავაჯილდოვებთ აგრეთვე იმ გმირებს, ვინც გამოიჩინა თავი ISAF-ის მისიაში, ვინც გამოიჩინა თავი როგორც ქართველებმა, რომლებიც პასუხისგებელნი ვართ. და პასუხისგებლობით ვეპყრობით არა მარტო საკუთარი ქვეყნის სიძლიერეს, არამედ გლობალურ მშვიდობას. დიახ, დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია, აუცილებელი პირობაა შემდგომი წინსვლისთვის, მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი და მიზანი არის თავისუფლება. დამოუკიდებელი სახელმწიფოები არსებობენ, თუმცა ისინი არ არიან თავისუფალნი, მაგრამ თავისუფლება დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს. ქვეყნის თავისუფლება არის ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი. თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც არიან თავისუფალნი. ეს კი ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა თავისუფლებებს. ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. ეს ნიშნავს მედიის თავისუფლებას. ეს ნიშნავს შეკრების თავისუფლებას. ეს ნიშნავს რწმენის არჩევისა და მისი აღმსარებლობის თავისუფლებას. ეს ნიშნავს შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს ნიშნავს უფლებას არ იყო დაჩაგრული რაიმე ნიშნით, არამედ იყო დაცული. თავისუფლება ნიჭია, ღვთისმოძებული ნიჭი, რომელიც ჩვენში არის ჩადებული, ჩვენს ბუნებაშია ჩადებული. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ ნიჭს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, ამ ნიჭსაც სჭირდება დაცვა, ამ ნიჭს სჭირდება აღზრდა, ამ ნიჭს სჭირდება ჭკუით მოპყრობა და მოხმარება. თავარი ამ ნიჭში არის პასუხისგებლობა. პასუხისგებლობის გარეშე თავისუფლება განუკათხაობად გადაიქცევა. იყო თავისუფალი, ანუ იყო საკუთარი თავისუფალი, ნიშნავს განაგებდე საკუთარ ბედს, მონაწილეობდე საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში. იყო პასუხისგებლიანი მოქალაქე. პასუხისგებლობა შენი თავის, შენი ოჯახის, შენი ქალაქისა და საბოლოოდ კაცობრიობის წინაშე პასუხისგებლობას ნიშნავს. იყო თავისუფალი, ნიშნავს იცავდე არა მარტო საკუთარ, არამედ პატივსცემდე და იცავდე სხვათა უფლებებსაც. იყო თავისუფალი, ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ, აკეთო ის, რაც დაისახე მიზნად და რაზეც აიღე პასუხისგებლობა. ამ მიზნის სამსახური, ამ მიზნისადმი ერთგულება ხვდის ჩვენ კიდევ უფრო ძლიერს, თითოეულ ჩვენთაგანს ხდის უფრო თავისუფალს და საბოლოოდ მთელ ქვეყანას უფრო თავისუფლად გადააქცევს. ამიტომ თავისუფალი არის ჯარისკაცი, რომელმაც ქვეყნის სამსახური აიღო მიზნად და ამისათვის გმირობას ჩადის. ამიტომ თავისუფალი არის მასწავლებელი, რომელმაც გადაწყვიტა ახალი თაობის აღზრდა და ამას დაუღალავად აკეთებს. ამიტომ თავისუფალი არის ექიმი, რომლის ვალდებულებაც ავადმყოფის მორჩენა და იგი არ იშურებს ამისთვის დროსა და ენერგიას. თავისუფალია პოლიტიკოსი, რომელიც ემსახურება კეთილსინდისიერად თავის ხალხს. სწორედ პასუხისგებლობიან ადამიანთა ერთობლივი შრომა ქმნის ჩვენს უზენაეს მიზანს, თავისუფალ ქვეყანას. და დღეს ვზეიმობთ რა დამოუკიდებლობას. ამავე დროს ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას საკუთარი თავის, წინაპართა ხსოვნისა და მომავალი თაობის წინაშე, რომ ვიყოთ უფრო თავისუფალნი და შევქმნათ უფრო თავისუფალი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ
ამ დიდ დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერებას, ქვეყნის წინსვლასა და თავისუფალი საქართველოს სამსახურს. მადლობთ. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. გამარჯობათ ბატონებო. ყველას გიოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ჩვენს წლევანდელებს. დღეს თქვენ საზეიმო დებწფიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით. დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით. გერქვა საქართველოს ჯარისკაცი, ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ საპატიო მისიას და პირნათად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლის სული, ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული, ეს არის ის, რაც ჩვენს ქართულ გენშია. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჯარისკაცს. და მე მჯერა, რომ თითოეულ თქვენგანი სწორედ ამ სულის კვეთებით იწყებს სამხედრო სამსახურს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცხვის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივით და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. მე ქეთს ვიხრი მათ წინაშე. ჩემო მეგობრებო, საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჯარების მხარდამხარ ვიბრძვით სოფლიოში მშვიდობისთვის. ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენ სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ. ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდებას და ბრძოლის უნარიანობას ყველა ერთხმად აღიარებს მთელ სოფლიოში. და ჩვენ ეს ძალიან გვიამაყება. წლევამდებლებო, გისურვებთ არასოდეს გაგნელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული. მე მჯერა რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს და ერთგულად ემსახურებით ჩვენ სამშობლოს. რასთავარია, გისურვებთ მშვიდობას. საქართველო ამაყობს თქვენით. თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი მომავალი აქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მერტი იყოს ჩვენი მებრძოლი ერის, ჩვენი დიდი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მფარველი. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ალასანიას. ბატონო ჯარისკაცებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეიდან თქვენი ცხოვრება თვისობრივად იცვლება. დღეიდან თქვენ ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა უნდა უზრუნველყოთ. მე მინდა განსაკუთრებულად სწორედ დღევანდელ დღეს მიულოცო მათ, ვინც ფიცით ადეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. თქვენ იქნებით დღეიდან ქვეყნის ღირსეული დამცველები. სამშობლო, ღირსება, ერთგულება, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზი.
ეს არის დევიზი, რომელიც თქვენ გენეტიკურ კოდში დევს. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავის შეწირვა ჩვენ სისხლში გვაქვს. 96 წლის წინ აღდგა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. ეს დღე არის სრულიად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. მაგრამ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თითეული ჩვენი სამხედრო მოსამსახურესთვის ეს არის პირადი ზეიმი, იმიტომ რომ სწორად თქვენ დგეხართ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ მშვიდობა რომ იყოს დაცული თქვენი თავდადების, თქვენი სულიერი სიმტკიცის და თქვენი გამბედაობის უშუალო საფუძვლის ჩაყრას საჭიროებს. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩვენ დიდ და მტკიცე ოჯახში, საქართველოს შეერაღებულ ძალებში. ღმერთი იყოს ჩვენი შეერაღებული ძალების და ჩვენი საქართველოს მფარველი. ალბატონებო და ბატონებო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის პირადი შემადგენლობა დადებს სამხედრო ფიცს. შევდეთ! ბატონო უმაღლესო თავარსარდალო, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის 200 სამხედრო მოსამსახურე ფიცი მიიღო გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი კაპანაძე. ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას.
განხილვების ცერემონიალი დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭებს ჩვენ ჯარისკაცებს არასოდეს დაავიწყდებათ დღევანდელი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს დეფიც სახელმწიფოს ქვეყნისა და ერის წინაშე. ალბათ ამას აბსოლუტურად განსხვავებული დატვირთვა აქვს. ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და წარმომიდგენია ეხლა ჯარისკაცის ადამიანის რომ ფორმა ჩაიცოდა ფიცი დადო მის ცნობიერებაში რა გარდატეხა მოხდება. რა თქმა უნდა, გიორგი, ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს კი არა, ვისაც კი ეკრანზე თვალი მოუკარით, სიმართლე გითხრათ, მეც არასოდეს დამავიწყდება მათი ანთებული სახეები და თვალები, ხო? ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჰიმნი ორკესტრთან ერთად შეასრულეს 7 კაცას წევრებმა, ჩვეულებრივი ანსამბლი. დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება შემოქმედებით კოლექტივებზე ბევრი გესაუბროთ, თუმცა ახლა უკვე თავისუფლების მოედანზე სრულდება სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი ეს მონაკვეთი. ფლეშმობის წარმომადგენლებიც გაყვნენ დროშებით. ამიტომ თქვენ კადრში დაინახეთ და ახლა უყურებთ სამხედრო ორკესტრს, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ქართულ სამხედრო ორკესტრს. ამასთან ქართული არმიის დღის აღსანიშნავ იუბილეზე ვიყავი კახიძის ცენტრში, სადაც შეასრულეს ბატუ კახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ამ კონცერტში სწორედ სამხედროება. ეს იყო ძალიან სასიამოვნო და საოცრად გასაკვირი რამ არა მხოლოდ ჩემნაირი რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც მუსიკა შეიძლება ბევრი არაფერი გაეგებოდეს, მაგრამ ვინც იყვნენ სპეციალისტები, ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. აი გიორგი, თქვენ კახიძის ცენტრი ახსენეთ და მართლაც დიდი სიამაყით უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩანსო კახიძის დაბადების დღეა და ჩვენ გვექნება და თუ კიდევ გვექნება იმის საშუალება რომ ესეც თქვათ რა. ვისაუბროთ მე სიამოვნებით ცხოვრების საინტერესო დეტალებზე. ახ რამდენიმე სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ უშუალოდ არმიაში განვითარებულ პროცესებს, რომ თქვენ კადრში ნახეთ, რომ პატაკი ჩააბარა გენერალური შტაბის უფროსმა, მოგიხსენებათ ალბათ ის ცოტაოდე ხნის წინ ჩვენ გქონდა გაერთიანებული შტაბი, რომელიც გადაკეთდა, ამჟამად დაუბრუნდა ისევ საწყის პოზიციას და ისევ გენერალურ შტაბად ჩამოყალიბდა. და პროცესები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად არმიაში, ყოველ შემთხვევაში ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც თავდაცვის სამინისტრო თავად ავრცელებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დეტალი ალბათ არის ის, რომ არმიის ბიუჯეტი მოითხოვს ალბათ უფრო მეც, რადგან დღეს არის მხოლოდ 660 მილიონი ლარი და საჭიროებს იმ საფრთხეების ადეკვატური იყოს, რომლის წინაშეც დღეს რეალურად ქვეყანა დგას. თქვენ მოისმენთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმაც და პრემიერ-მინისტრმაც და შემდეგ თავდაცვის მინისტრმა გააკეთეს იმ შემადგენლობაზე, იმ ქვედანაყოფებზე, რომლებიც იმყოფებიან ავღანეთში და მოგიხსენებათ, რომ 2014-ში სრულდება ISAF-ის მისია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ქართველი ჯარისკაცები დარჩენებიან იქ 2014 წლის შემდეგაც და ჩაერთვებიან პოსტ-ISAF-ის ოპერაციაში. პარალელურ რეჟიმში კი ჩვენი ქვედანაყოფი გაძლიერებული ასეული გაიგზავნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ, რომ ესეც ამ თვის ბოლოს მომავალ თველს გადაწყდება და ეს უკვე იქნება პირველი ოპერაცია ევროკავშირის ფარგლებში, რომელშიც ქართველი და მთლიან საქართველოს მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საექსპედიციო მისიები დაიწყო 99 წელს კოსოვოთი, იქაც ნატოს ეგიდით ვიყავით, ხოლო ერაყში ვიმყოფებოდით კოალიციური ჯარების შემადგენლობაში. Operation Iraqi Freedom, ანუ ერაყის თავისუფლებისთვის ოპერაციაში უღებულობით მონაწილეობას და ბოლო პერიოდში, ანუ 2008 წლის ჩათვლით ძალიან საპასუხისმგებლო მონაკვეთი გვებარა ებარათ ქართულ ჯარისკაცებს, ეს იყო ვასიტის პროვინცია დაახლოებით მილიონიანი მოსახლეობით ირანის საზღვართან, საკმაოდ რთული მონაკვეთი, რადგანაც იყო ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ სწორედ ირანიდან ხდებოდა ცენტრალური მაგისტრალები და სხვადასხვა გზებით დიდი პარტია იარაღის შედინება ერაყში ერაყელი ამბოხებულებისათვის და არა მხოლოდ ამბოხებულებისათვის. ისე სიმართლე გითხრათ, გიორგი, ალბათ მე და დათოც გემადლიერებით
მოგიყვებით იმ ინფორმაციისათვის, რაც აგერ თქვენთან ერთად მოვისმინეთ, თქვენგან იმდენად, რამდენადაც შეიარაღებულ ძალებზე შესაძლოა სრულყოფილად მსგავს ინფორმაციას ვერ ვფლობდეთ, თუნდაც ჟურნალისტები. პირიქით, დიდი მადლობა. თქვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენ ისიც, რომ ამჟამად მთავრობის წევრები მიდიან რუსთაველის გამზირზე. კადრში ჯერ ვერ ხედავთ, მაგრამ გამოჩნდება აუცილებლად ტექნიკა, რომელიც აქვს გამოფენილი თავდაცვის სამინისტროს ერთი და საკუთარი ნაწარმია გამოტანილი დელტას, რომელიც მოგეხსენებათ, რომ გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის CP გადასული და აღნიშნვის ღირსია ის, რომ დელტა ძალიან ბევრი წელია აწარმოებს შეიარაღებას, სხვადასხვა მოდიფიკაციებზე მუშაობს, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობაზე მუშაობს. დიდი აჟიოტაჟი იყო ქართული წარმოების ჯავშან ჟილეტებთან და ჯავშან ჩაფხუტებთან დაკავშირებით და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ საერთაშორისო გამოფენაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ დელტას ალბათ დაუკვეთავენ გარკვეულ პარტიას უკვე უცხოელები ჯავშან ჟილეტებში. და საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართველ ინჟინრებს შეუძლიათ 21 საუკუნის ადეკვატურები იყვნენ, არ ჩამორჩნენ მათ დასავლელ კოლეგებს და დამოუკიდებლად შეძლონ განავითარონ წარმოება და შეძლონ საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. ჯავშან ჟილეტები ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. იქ ჯავშან მანქანა და დიდგორები დაინახეთ ალბათ თქვენ, რომელიც ასევე არის დელტას ანგარიშზე. და აუცილებელია ვთქვათ, რომ ქართულმა ინჟინრებმა შეძლეს ძალიან ბევრი საინტერესო გაკეთება, მათ შორის იგივე დიდგორი, იგივე ლაზიკა. აქ საზოგადოებაში დაინტერესებულ პირებში მუდმივი მსჯელობის საგანი იყო თემა, აიყვანდა თუ არა თავდაცვის სამინისტრო საკუთარ შეიარაღებაზე რომელიმე ამ პროდუქტს, ამ ნაწარმს. იმიტომ რომ ბევრი კომპონენტია მე რამდენადაც ვიცი გასათვალისწინებელი, ერთი არის რომ ძალიან საინტერესო და კარგი რამ შექმნა და მეორე რა იქნება მის თვითღირებულება და რამდენად საჭირო იქნება, რამდენად შესაძლებელი იქნება ჯარისთვის ამის გაკეთება. მისი რენტაბელობა რამდენად იქნება ადეკვატური. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია, რომელზეც მსჯელობა მიდის და ალბათ ძალიან კარგია, რომ ნელ-ნელა საქართველოში იწყება მსგავს თემებზე ფართო დისკუსიები, განხილვები და მსჯელობები. ისევე როგორც ის, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს გადადგა ნაბიჯი და კონტრაქტის საფუძველზე გაიწვია ჯარისკაცები დღეს მოგეხსენებათ, რომ მიიღებენ ხელფასს, აქვთ აბსოლუტურად გაწერილი გრაფიკი და როგორც ჩვეულის სხვა პროფესიის წარმომადგენლები აბსოლუტურად გიორგი, სხვათა შორის ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რა განასხვავებს წლევანდელ სადღესასწაულო დღეს სხვა დანარჩენისაგან. წელს რუსთაველის გამზირზე თითქმის ყველა სამინისტრო წარადგენს თავის სტენდებს და შესაბამისად ეს იქნება ერთგვარი ანგარიში, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში მათი პროექტების ჩვენება უკვე ხალხის თვის ჩაბარებული ანგარიში. ეხლა რაც შეეხება თავად სახალხოობას დღევანდელი დღესასწაულისა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სამთავრობო დელეგაცია ხედავთ, რომ მიაბიჯებენ რუსთაველის გამზირზე და ხალხთან ერთად სწორედ ეს არის ალბათ დღევანდელი დღის სახალხოობა და მნიშვნელობა, რომ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რაც შეეხება სამინისტროების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას, შესაბამისად გვექნება საშუალება პერიოდულად მოგახსენოთ, ვინ და რა ფორმით აღნიშნავს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე. მახსენდება, რომ ანალოგიური ღონისძიებები ტარდებოდა როგორც წესი და სამინისტროები ადრეც ააბარებდნენ და გარკვეული პრაქტიკა არის ჩამოყალიბებული მაგასთან დაკავშირებით. ყველა იქნება წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ენერგეტიკის, განათლების, რა თქმა უნდა, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა არის ჩამონათვალში, ყველა თავისი კუთხით, სტენდით და წარმოდგენებით. ალბათ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ზოგადად იმ სამთავრობო
მთავრობის კაბინეტის მუშაობის შესახებ. არ ვიცი რამდენად მიიღებენ ამ კონკრეტულ დღეს ესეთ კონკრეტულ ვითარებაში. ზოგადად გულისხმობ. დიახ, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტელევიზიები, არსებობს ინტერნეტი, არსებობს სხვადასხვა მედია საშუალებები, მეტი ინფორმაცია გქონდეთ პროცესზე თვითონ და არა მხოლოდ ბოლოს გამოტანილი დასკვნები დაინახოს, უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს გქონდეს განცდა, რომ ის პროცესში რაღაცნაირად თვალყურს ადევნებს ეს გამჭვირვალობის ერთ-ერთი სახეა. რა თქმა უნდა, ის მონაწილეა, რადგან თითოეული მოქალაქე არის ამომრჩეველი, ის ირჩევს, ის არის გადასახადების გადამხდელი. კეთილსინდისიერი გადასახადების გადამხდელები ვართ უმრავლესობა ჩვენთაგანისა. თავისთავად ცხადია, რომ გადასახადების გადამხდელებს აინტერესებთ, რას აკეთებს ესა თუ ის ინსტიტუცია. ეს მოქალაქეობრივი თვითშეგრძნების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი კიდევ სრულყოფილებისთვის, რომ ადამიანმა სრულად იზრდოს პროცესში ჩართული თავი. შესაბამისად, მე უკვე გამოხატოს თავისი დამოკიდებულება საარჩევნო ყუთთან. ეს მნიშვნელოვანია. ალბათ სამხედრო კომპონენტი ამითი ამოიწურა, თუმცა მაინც ველოდები რომ გამოჩნდეს ტექნიკა, დიახ, რომ რაღაც რამდენიმე სიტყვა ვთქვათ უშუალოდ ტექნიკასთან მიმართებაში, თუმცა ეს ზეპირად კი რამდენიმე რამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის ტანკიც კი არის გამოყვანილი T-72, მათ შორის ფეხოსანთა საბრძოლო მანქანა, ნახავდით ალბათ თქვენ რომ უამრავი ჰამერებიც არის წარმოდგენილი, კობრას ტიპის ჯავშან მანქანები, ემრაპები, ეს ემრაპები კი სანამ კადრში არ გამოჩნდება, საკმაოდ რთულია მისი დახასიათება, მაგრამ ეს წარმოიდგინეთ ძალიან დიდი დაჯავშნული მანქანა, როგორც წესი ისინი ყავთ ჩვენებს ავღანეთში, რადგანაც საკმაოდ გამძლეა და გამძლე არის უშუალოდ ნაღმებთან მიმართებაში მოიცემთ ავღანეთში. სპეციფიკა ბრძოლის წარმოების არის აბსოლუტურად განსხვავებული და თალიბები იქნებიან ისინი თუ ჰაყანის ქსელების ტერორისტები ცდილობენ რომ ნაღმები დადონ სადღაც კონკრეტულ გზებზე და მეტი ზიანი მიაყენონ ზოგადად დასავლელ ჯარისკაცებს. და ერთგვარად ჩვენ ამ სადღესასწაულო დინამიკასაც რომ გავყვეთ, განათლების სამინისტრო დილის 10 საათიდან უკვე აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წუთებისათვის სწორედ საინტერესო რამე გეგმება განათლებისა და იუსტიციის მინისტრები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე აპირებენ კონკურსში გამარჯვებულები სკოლის მოსწავლეები დააჯილდოონ და კონკურსის სახელწოდება იყო ჩემი ჯარისკაცი. ბუნებრივია ყველა სამინისტროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, არა მხოლოდ წარმატებული პროექტები მხოლოდ ასე დეფინიციით ფურცელზე იქნება წარმოდგენილი, არამედ მათ მოფიქრებული აქვს საკმაოდ საინტერესო უშუალოდ მოსახლეობისთან ურთიერთობის ფორმით გადმოცემული მათი პრიორიტეტები, მათი საინტერესო პროექტები და ჩვენ ამ ყველაფერს მოგახსენებთ. მათ შორის მეც გავაგრძელებდი პათოს კონკურსთან დაკავშირებით, რომ ჩემი ჯარისკაცი ეს არის ალბათ ძალიან კარგი იდეა, რომელიც დამკვიდრდა უკვე საქართველოში და ეს არის ორი სიტყვით რომ გითხრათ, სკოლის მოწაფეები უწერენ წერილებს ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს. ზოგადად ჯარისკაცებს. ნახავდით რომ ძალიან ბევრი იყო ნახატი თუ წერილი, მაგალითად იგივე 2008 წლის რუსეთის აგრესიის თემაზე. წარმოიდგინეთ თქვენ რომ სკოლის მოწაფეები უგზავნიან აქვს მათთვის უცნობ ადამიანებს, მაგრამ წარმოსახვაში გმირებს, ვისაც ბაძავენ და თუ კი ნახავთ ახლა რუსთაველზე კითხავთ რომ ბავშვების უმრავლესობას აუცილებლად იტყვიან რომ ისინი გახდებიან ჯარისკაცები. ალბათ თითოეულ ბავშვი განსაკუთრებით ბიჭუნებში ეს დნმ-ში არის ჩადებული რომ სამხედრო ფორმა ან თოფიმისთვის არის მიმზიდველი. და კონკურსში ეს კონკურსი მაგ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ საზოგადოების ინტეგრირება და საზოგადოებაში ინტეგრირება ერთის მხრივ არმიის და მეორეს მხრივ რიგითი მოქალაქეებისა მოხდეს ბოლომდე. და იგივე სკოლის მერხიდან მოხდეს აი ამისი სრულყოფა და ამ კომუნიკაციის დამყარება. და რადგან ჩვენი პატარა კაცების ინტერესებზე შევჩერდით, აუცილებლად მე დამშობლებს ვუთხრა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ გამართავს თავის კერდა შეეცდება ურთიერთობას სტუმრებთან და ამ თვალსაზრისით აუცილებლად მიაქციათ ყურადღება ხრიდოლის ელემენტებს აჩვენებენ ბავშვებს ესეც ერთგვარად ქართული საბრძოლო ხელოვნების ნიუანსებს შეიცავს ეს ყველაფერი კლავჭიდი დამერწმუნეთ არ არის უინტერესო პატარა ბიჭებისთვის ჭადრაკი ნარდიშაში მეკლდეურობა განსაკუთრებით ანუ თავისთავად დღეს ყველა ნებისმიერი ასაკის ადამიანი რუსთაველის გამზირზე აუცილებლად იპოვის თავის ინტერესს იმისთვის რომ ლაღად აღნიშნოს 26 მაისი მშვენიერია და მით უფრო აღნიშნვის ღირსია აუცილებლად ისიც რომ გნებავთ ხრიდოლი გნებავთ მეკლდეურობა, გნებავთ სპორტის სხვადასხვა სახეობა ძალიან აქტიურად ისწავლება დღევანდელ სამხედრო აკადემიაში და სხვათა შორის დღევანდელი სამხედრო აკადემიის მსმენელები კლავაც იუნკერებად იწოდებიან. აი ესეც ეგეთი პატარა პასაჟი, პატარა დეტალი დღევანდელ თემასთან მიმართებაში. ჩვენ პრაქტიკულად გვესმის კიდეც პრემიერ-მინისტრი როგორ აკვალიანებს ხომ შვილს. ასე ფეხდაფეხ მიყვებით ცხოვრებას. სხვა შორის განსაკუთრებულად მსიამოვნებს რომ დღეს არის კარგი ამინდია ეს უკვე ფლაერები და ეს ფლაერები უკვე დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანის ოჯახში დაიდებს ბინას და რაღაცა სიამაყის განცდა ნამდვილად მოაქვს რომ შენ ამ ყველაფრის თანაზიარი იყავი მე მგონი აშკარად ყველაზე ყოფილი საჰაერო კომპონენტი ყოველთვის ძალიან კარგი სანახავია და ცოტა ხნის წინ აღინიშნებოდა კიდევაც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ქართველი შვილის იუბილე და ამ დღესთან დაკავშირებით პირველი ავიაჩვენებაც კი მოეწყო 31 ხალხის მიმდებარედ დიახ და ეს აღსანიშნავია რომ სწორედ ქართველი შვილის სახელი მიენიჭა ამ ორგანიზაციას შორის იმდენად კარგი სანახავია ავიაცია, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ როგორც ჯარების სახეობა საჰაერო ძალები აღარ არის უკვე შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობა გაუქმებულია, ისევე როგორც გაუქმებულია სამხედრო საზღვაო ძალები. სულ მალე რამდენიმე წუთში, 2 წუთში უკვე მოამბე დაიწყება თქვენ ახალამებს კიდევ შეიტყობთ პირველ არხზე გულისხმობ რა თქმა უნდა, ხო აი ეს პირდაპირ რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ეს ყველაფერი დარჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე, ისევ და ისევ პირდაპირ ეთერში და ჩვენს თქვენთან ერთად ვიქნებით. ეს უკვე დელტას ნაწარმოები პროდუქცია იყო, დიდგორები, ჯავშან მანქანა დიდგორები. თვითმფრინავებიც კი იყო იქ, სამწუხაროდ კადრში აი, ახლა ვერტფრენი თვითმფრინავი დიდგორები, ზალპური რეაქტიული ზალპური ეგრეთ წოდებული გრადი, ოღონდ ქართველების გაკეთებული, რა ძალიან საამაყოა ნამდვილად და ქართველი ინჟინრების ანგარიშზე ნამდვილად დევს მსგავსი პროდუქციის წარმოება. რამდენიმე წამის წინ ვიყავით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კუთხესთან, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, რა თქმა უნდა.